კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბულავა გაგაცნობთ. ვისჭირდება რეალურად სახელმწიფოსგან შემწეობა ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ზუსტი განახლებული და გამჭვირვალე მონაცემების სისტემაში უახლოეს მომავალში აიტვირთება, მანამდე კი ირკვევა, რომ უკვე რეგისტრირებული 400,000-მდე ოჯახიდან ბევრს მაღალ შემოსავალთან ერთად ძვირად ღირებული ავტომანქანებიც ყავს. ხელისუფლება კი ამბობს, რომ სამართლიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ მალე რეალური სურათიც გახდება ცნობილი. დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ის ოჯახები, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება და სოციალურად დაუცველთა ბაზის განახლების საკითხი იქნება რუსთავი 2-ზე დებატების მთავარი თემაც. ჯანდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ოპოზიცია და ექსპერტები ერთმანეთის პირისპირ ხვალ 22 საათზე დასხდებიან. ამ ბაზის მთავარი ფუნქცია არის, რომ შეაფასოს მდგომარეობა, მატერიალური მდგომარეობა ოჯახებისა, რომელსაც შეიძლება ესაჭიროებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, მთლიანად საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს აქვთ რეალურად აუცილებლობა ასეთი მხარდაჭერის. ეს არის მთელი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდებიან ოჯახები და აი ამ შეფასების სისტემის საფუძველზე ხდება შემდეგ საბოლოო დასკვნის გაკეთება, რამდენი ქულაა შეფასებისა. რაც უფრო დაბალია ეს ქულა, მით უფრო მეტია რა თქმა უნდა საჭიროება მხარდაჭერის და რაღაცა კონკრეტული ზღვარია დადებული, რომლის ქვემოთ არსებულ ადამიანებს თქვათ ვეხმარებით, რომლის ზემოთაც უკვე ვთვლით, რომ ამის აუცილებლობა აღარ არის. უბრალოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახის ცხოვრებაში არსებობს გარკვეული დინამიკა. ვიღაც მუშაობას დაიწყებს, ვიღაც რაღაც შეიძენს, ვიღაც შეიძლება სხვა შემოსავალი გაუჩნდეს. და ამიტომაც ამას ჭირდება გარკვეული პერიოდულობით გადამოწმება. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამ პროგრამაშიც იქნება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც თქვა თავისი კეთილდღეობის დონით რაღაცა სტანდარტს არ შეესაბამება, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი სოციალური პროგრამისთვის. უბრალოდ ამის მეშვეობით რაღაც სიღარიბეს დავძლევთ, ეს წარმოუდგენელია. შეუძლებელია, თუმცა ვიღაცების გამორიცხვა ბაზიდან, როდესაც სიღარიბის პროგრამა გინდა რომ რაღაცა ნაკლები შეცდომა იყოს, ჩვეულებრივი რიგითი მოვლენაა და ეს პროგრამა სულ ითვალისწინებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა და ჩვენ გვესმოდა ძალიან ხშირად, რომ სოციალურ დახმარებას, სოციალურ შემწეობას იღებდნენ ის ოჯახები, რომლებსაც საკმაოდ კარგი შემოსავლები ჰქონდათ და ბუნებრივია, აი ამ აზრმა და ამ კვლევამ ჩვენ გვიბიძგა იმისკენ, რომ ჩაგვეტარებინა კვლევა და გამოიკვეთა ის, რომ სოციალურ შემწეობას იღებს ბევრი ისეთი ოჯახი, რომელთაც საკმაოდ მაღალი შემოსავლები უფიქსირდება და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა ხარჯოს ყაირათიანად თავისი თანხა და სოციალური დახმარებისათვის განკუთვნილი სახსრები უნდა მოხმარდეს სოციალურად შეჭრებულ ოჯახებს და არა იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვა შემოსავლები აქვს და რომლებიც სიღარიბის ზღვას ქვემოთ არ არიან. შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის საელჩოს პოზიციას, რომელმაც სოციალურ ქსელში ილიას უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. საქართველოში ესტონეთის საელჩომ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ესტონეთის ელჩის დროებითი რწმუნებულის და ილიას უნივერსიტეტის რექტორის ნინო დობორჯგინიძის ერთობლივი ფოტო წარწერით ჩვენ დგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენულ საქმეებში უხეში ჩარევის მორიგი მცდელობა, სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან ან კონკრეტული უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან თუ არ იკვეთება პოლიტიკური დღის წესრიგი. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადახავს. თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოზე კი რექტორთან ერთად სწორედ დიპლომატიური სამსახურის მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელები ჩანან. ესტონეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არ ახალია. ჩვენ ნახეთ ერთი ციკლი, როგორც სანქცირებების გაუმართლებელი და უარგუმენტო, ასევე ხედავთ, როგორ უხეშად ერევიან ისინი შიდა პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ განათლების რეფორმაზე, როდესაც ესტონეთი არა მხოლოდ ზოგადად რეკომენდაციების ხასიათით, როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის ფორმირება, ზოგადად რეკომენდაციის ხასიათით უნდა გამოვიდეს, ის ერევა უშუალოდ შიდა
საქმეებში, იმით რომ როდესაც არა საგნობრივი განხილვა ხდება და არგუმენტირებული დისკუსია, არამედ აქციების გზით და ვხედავთ ილია-უნის არჩევანს, რომ აქციების გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია პირველ რიგში, ვხედავთ რომ ესტონეთი ყოველთვის დესტაბილიზაციის მხარეს დგას და არა ზოგადად კონკრეტული საგნობრივი დისკუსიით, არამედ აქციებით და დემონსტრაციებით გამოირჩევა. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს უკვე არ ახალია მათი მხრიდან იმ ევრობიუროკრატების არჩევანი, რომელიც პირველ რიგში ვენის კონვენციასთან მოდის წინააღმდეგობაში. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს სამხედრო მოსამსახურეებმა. მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს. არჩილ ტატუნაშვილი 8 წლის წინ 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხად გვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან ერთად დღეს გვირგვინით შევამკეთ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი. არჩილ ტატუნაშვილი იყო ქართველობის გაუტეხლობის ვაჟკაცობის სიმბოლო, რაც კეთილი მაგალითი არის, ღირსეული მაგალითი არის მომავალი თაობებისთვის. ახლა კი უკრაინა, რომელიც ისევ რუსული ძალების მასშტაბური იერიშების სამიზნე აფეთქებები იყო ქვეყნის დედაქალაქ კიევში, სადაც თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განხორციელდა. მედიის ცნობით დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია. ოდესაზე შეტევის დროს კი სამიზნე ისევ ენერგეტიკული სექტორი გახდა. დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ჟენევის მოლაპარაკებებს ეხმაურება. ამბობს, რომ უკრაინა არ იქნება დაბრკოლება მშვიდობის მისაღწევად და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად. ზელენსკის განცხადებით, მან მოლაპარაკებებისთვის მზადების გარკვეული ასპექტები უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვთან განიხილა და თქვა, რომ მომავალ კვირას შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან გამართავს. Результаты для Украины. ყოველდღიურად მუშაობთ იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები უკრაინისთვის შედეგიანი იყოს. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამშვიდობო პროცესი არ დაბრკოლდეს. ჟენევაში ბოლო შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ გარკვევით დაასახელა რუსეთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის ხელის შემშლელად. მადლობელი ვარ ყველას, ვინც გვეხმარება და მხარს გვიჭერს. მხარს უჭერს ჩვენ სახელმწიფოს. შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან შემდეგ კვირას არის დაგეგმილი. ჩვენ ყველაფერს დეტალურად კოორდინირებას გავუწევთ, რათა ევროპა სრულად იყოს პროცესებში ჩართული და გახდეს უფრო ძლიერი. ასევე რუსტემ უმაროვს დავავალე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩვენს მეგობარ ახლო აღმოსავლეთთან. ლვივში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულია ეჭვმიტანილი ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 პოლიციელი, დაშავებულთა რაოდენობამ კი 25-ს მიაღწია. დაზიანებულია სახელმწიფო და სამოქალაქო მანქანები. გავრცელებული ცნობით აფეთქება ღამით მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრის შესახებ გამოძახება შევიდა. ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ კი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა და მას მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა. ლვოვის მერმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა, პროკურატურის ცნობით გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს. ეს ნამდვილად ტერორისტული აქტია. ამჟამად სამედიცინო დახმარებას 15 ადამიანი იღებს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. 1 პოლიციელი ქალი დაიღუპა, უსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ადგილზე მუშაობს პოლიცია. რაც შეეხება ზარალს, გამოძიება მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ყველაფერს ნათელს მოვფენთ. ჩვენ დავეხმარებით ხალხს. ეს იყო ძალიან მძიმე ღამე. მკაფიო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის ასე შეაფასა შექმნილი ვითარება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უნგრეთის პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ოპონენტები ქვეყანას მეზობელ უკრაინაში მძვინვარე ომში ჩათრებას ცდილობენ და ეს არ უნდა დაუშვას. უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული, არჩევნები 12 აპრილს არის დანიშნული. És kitartasz, talán megúszhatod. Ha jó kormányod van és nemzeti egységet, biztosan megúszhatod.
უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ომი ბევრად უფრო სწრაფად მოდის, ვიდრე ვინმეს გონია. ჩვენის დასაწყისშივე უნდა შევაჩეროთ. ერთხელ თუ გამოვიდა გარეთ, მას უკან ვეღარ დააბრუნებ. თუ ფეხს გადადგამ, უკან ვეღარ გადმოაბიჯებ. ომს თავიდანვე უნდა განერიდო. თუ მის მიღმა დარჩები, შესაძლოა სამშვიდობოს გასვლა მოახერხო. თუ ყავს კარგი მთავრობა და გაქვს ეროვნული ერთიანობა, ნამდვილად შეძლებ მისგან თავის დაღწევა. პაკისტანის სამხედრო ძალებმა ავღანეთზე საჰაერო იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ნანგარჰარის პროვინციაში 18-მდე დაღუპულია. რაც შეეხება პაქტიკას პროვინციას, აქ დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, დაშავებულთა რაოდენობა კი 10-ს აღწევს. დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და სასწავლო დაწესებულებები. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით სტუდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა ირანში. თეირანში შეკრებილები ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და დაპატიმრებული სტუდენტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სტუდენტის დაკავების შესახებაც. ამასთან აქცია გაიმართა ქალაქ ამირკაბირის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც. ირანში ამერიკის სამხედრო ჩარევის მოთხოვნით ასობი დემონსტრანტი გამოვიდა ბარსელონას ქუჩებშიც. როიტერის ცნობით აქციის მონაწილეების უმრავლესობა ირანის მოქალაქეა. დემონსტრანტები ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარებას იმ ადამიანების დასაცავად ითხოვენ, რომლებსაც აქციის მონაწილეების განცხადებით ირანის რეჟიმი ემუქრება. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტი ირანზე შეზღუდულ დარტყმებს განიხილავს. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის სანაპიროზე 5 ცხედარი გამოირიყა, მათ შორის 2 ქალია. როიტერის ინფორმაციით ისინი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც არალეგალურად კვეთდნენ საზღვარს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ნიუ-იორკში ძლიერი ზამთრის შტორმისთვის ემზადებიან, ეს იქნება პირველი ყველაზე დიდი და სახიფათო შტორმი ნიუ-იორკის ისტორიაში 2016 წლის შემდეგ. საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული ასევე ნიუ-ჯერსიში, მერილენდში, კონექტიკუტში, როდ-აილენდსა და მასაჩუსეტსში. ინფორმაციას ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს. გაუქმებულია 5000-მდე ფრენა, ამინდის გაუარესებამ შესაძლოა ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა გამოიწვიოს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ხვალ ჩვენი ქალაქი ერთ თვეზე ნაკლებ დროში მეორედით თოვლს და 2016 წლის შემდეგ პირველ ქარბუგს დაუპირისპირდება. ამჟამინდელი პროგნოზით თოვა ხვალდილის 6 საათზე დაიწყება და საღამოს 6 საათიდან გაძლიერდება. ამას ღამით სახიფათო ქარიც დაემატება. ორშაბათს დილიდან გადაადგილება ძალიან სახიფათო იქნება. ყველა ნიუ-იორკელს ვთხოვ, დარჩით სახლში და მოერიდეთ გარეთ გამოსვლას. ისევ საქართველოს ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს ხაშურში გამოძიების ცნობით. ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10,000 ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ნაქურდალი ნივთმტკიცება დამოიღო, დაკავებულებს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კახეთის პოლიციამ კი ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი ქალს სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. დაკავებულ კაცს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხდომა გაიმართა, განიხილეს 2025-ის მიღწევები და 2026-ის სამოქმედო გეგმა. განსაკუთრებული ყურადღება კი გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და ეფექტიან რეაგირებას დაეთმო. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ღონისძიების ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის დააჯილდოვეს. განსაკუთრებულია როლი და მნიშვნელობა სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტიანი მუშაობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პლატფორმა, სადაც რეალური გამოყენებადობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
რეალური მუშაობისა უნდა ჩნდებოდეს, რეალურად უნდა ყალიბდებოდეს ეს უწყება, ეს ორგანიზაცია იმ ორგანიზაციად, რომელიც რეალურად შექმნის პრაქტიკული თვალსაზრისით სარგებელს ქვეყნისთვის და ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის, როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის მაგალითად, ისე ძალიან მნიშვნელოვანი ავტონომიური შესაძლებლობების განვითარებისთვის, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. შეჯამდა 2025 წელი, ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად იქნა შეჯამებული. ამავდროულად განვიხილეთ 2026 წლის გეგმები, საინტერესო პროექტები, წამოწყებები, რომლებიც ექნება ცენტრს 2026 წლის განმავლობაში, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობებთ. და აქვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ 2025 წელს საქართველოს მიიღო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის ჯილდო და აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს განვახორციელეთ ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, დაჯილდოება. 2025 წელი იყო პროდუქტიული წელი. თანამშრომლობდით ინფექციური დაავადებების კონტროლის სფეროში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლავ აგრძელებს მუშაობას, როგორც ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრი ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს სერტიფიცირება მალარიის აღმოფხვისთვის. გაიმართა სპეციალური დაჯილდოების ცერემონია მათთვის, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველის ციხის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ ტენდერს გამოაცხადებს. რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ხელშეკრულება სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს ინსისა და შპს ჯავას ერთობლივ საწარმოსთან. პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა. ველიციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, განიხილეს პროექტის გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები. ვექა ურუშაძის განცხადებით ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება თითოეული ეტაპი. ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს. პარალელურად საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია ეპტისა დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად. აქტიურად ჩვენ კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი იმისი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად ასე ვთქვათ, გაგრძელებული იყო სამუშაოები, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება გამომდინარე იქიდან, რომ ADB-ს ხარდაჭერით ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულება და პროექტი, მათთან შეთანხმებით მიდის ეს პროცესი, შესაბამისად, გაწყვეტის პროცესსაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში ვეცდებით, რომ და ეს პროცესია ახლა მიმდინარე, რომ პირველ რიგში შეწყდეს, შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით. აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება. გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეო ლუკა ორლანდო შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ჰუმანიტარული პროექტების განახლების შესაძლებლობა იყო, რომელიც საქართველოს იტალიას შორის დევნილი მოზარდებისთვის გაცვლით პროგრამას ითვალისწინებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას დელეგაციის წევრები და იტალიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ნაყოფიერი შეხვედრა გაუმართა ევროპარლამენტართან ბატონ ლეო ლუკა ორლანდოსთან, რომელიც არის ის ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციას 1994 წელს, როდესაც დევნილ ბავშვებს უმასპინძლა სიცილიელმა ოჯახებმა. ასევე იყო პალერმოს მერი იმ დროს და მას ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ამ ორგანიზაციისთვის. მე მინდა პირადად დიდი მადლობა გადაუხადო მას, ასევე შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის და ზოგადად აფხაზეთის საზოგადოების სახელით. დიდი მადლობა გადაუხადე, ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც შეიძლება სამომავლოდ განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განვითარდება. ეს ადამიანი ნამდვილად არის უდიდესი ღვაწლის მქონე ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან შეხვედრა, რომელიც მახსენებს წლების წინანდელ გამოცდილებას, როდესაც სიცილიელმა ოჯახებმა აფხაზეთიდან დევნილ ასობით ბავშვს უმასპინძლეს.
გიორგი ერთ-ერთი იყო ამ ბავშვებიდან. მიხარია, როცა ვფიქრობ, რომ სტუმართმოყვარეობის ეს ჟესტი გადაიქცა ბევრი ახალგაზრდისთვის შესაძლებლობად. ქართველებმა აფხაზეთში განიცადეს შევიწროება. პალერმოელებმა იგივე გადაიტანეს მაფიისგან. ამიტომაც ორივე ესერი ჰუმანურობის და თავისუფლების ღირებულებებს ეზიარნენ და მიდა მადლობა გადავუხადო ჩემს საყვარელ საქართველოს, რომ რთულ პერიოდში პალერმოს კარი გაუღო. პროექტი 2008 წლიდან შეჩერდა და ახლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პროექტი აღვადგინოთ. ბატონმა ლეო ლუკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა. იგი არის საქართველოს დიდი ქომაგი და ყოველთვის იზიარებს საქართველოს პოზიციას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ჩართულობით და მხარდაჭერით ჩვენ კიდევ უფრო მეც მივაღწევთ. თერჯოლაში სახლდაზიანების პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ 8 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400.000 ლარი იყო გამოყოფილი. სოციალური პროგრამა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება, ინდივიდუალური სახლების მშენებლობა სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის ითვალისწინებს, რომელთა სახლების შეკეთებას არ ექვემდებარება. პროგრამის მოქმედებიდან დღემდე ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს გადაეცა. თერჯოლაში სახლდაზიანების პროგრამა გრძელდება და 2026 წლის ბოლოს ახალ სახლს კიდევ 6 ოჯახი მიიღებს. 6-სულიანი ოჯახი ვართ, 4 შვილის დედა, მრავალშვილიანი დედა. ძალიან ავარიული მდგომარეობაში იყო ჩვენი სახლი, ძალიან გაუსაძლისი იყო, ქარი, წვიმა, ეს ყველაფრის საფრთხე საშიში იყო. მე დაგვეხმარა ჩვენ თერჯოლის რაიონი, სოციალურად დაუცველები მოვხდით ამ პროექტში, აგვიშენეს სახლი და რამაც ძალიან გაგვახარა მთელი ოჯახი. უკვე გვაქვს აშენებული 50 სახლი. აქ ეხლა სადაც ვიმყოფებით ვერულაშვილების ოჯახში არის ეს 50 სახლი, სადაც 4 ბიჭი იზრდება. 2026 წელს ანალოგიურად ეს პროგრამა რა თქმა უნდა გავაგრძელეთ, უკვე შერჩეული გვაქვს 6 სახლი, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლომდე გადავცემთ საჭიროების მქონე ოჯახებს. გემოფესტის სვანეთში დასრულებულია მესტია გასტრონომიულ ფესტივალს 2 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. სეტის მოედანზე კვებისა და აგროზონების, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე იყო მოწყობილი, სტუმრებისთვის კი ტრადიციულთან ერთად იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები მომზადდა. ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა, ღონისძიებას კი მუსიკალურად აფორმებდნენ ქართული ბენდები. გემოფესტი მესტიაში დასასრულს უახლოვდება, უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი მესტიით გაიხსნა გემოფესტების სერია. წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, სხვა რეგიონებსაც მოვინახულებთ, როგორც ტრადიციულს, ასევე ახალ ადგილებსაც ვეწვევით. მესტიაში კი გამორჩეულად გემოფესტი არის განსაკუთრებული, სვანური გემოებით, სვანური სტუმართმასპინძლობით. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული ფესტივალი გამოვიდა წელსაც, როგორც ახალი მონაწილეები ყავდა ასევე შარშანდელი, შარშანწინდელი მონაწილეებიც ხელახლა იღებდნენ ამ ფესტივალში მონაწილეობას. ძალიან ბევრი კმაყოფილი სტუმარი იყო და ვფიქრობ, რომ წლევანდელი მესტიური გემო ძალიან წარმატებით შედგა. აეროპორტების გაერთიანება წარმოდგენილი იყო აღნიშნულ ღონისძიებაზე მესტიის აეროპორტით. წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი 2 დღის განმავლობაში მესტიაში სეტის მოედანზე. მიმდინარეობდა ყველაზე გემრიელი ფესტივალი. ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, ბევრი ადგილობრივი ჩამოვიდა აღნიშნულ ღონისძიებას. აეროპორტების გაერთიანება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ 5 ფრენა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით, რათა დამსწრეებს საშუალება ქონოდათ მარტივად და კომფორტულად ჩამოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა, გაესინჯათ ტრადიციული კერძები, დამტკბარიყვნენ ამ გარემოთი. აეროპორტების გაერთიანება მუდმივად განახორციელებს კონტრიბუციას აღნიშნულ ღონისძიებებზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მესტიაში პრეს-ტურს მასპინძლობს. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან და ავსტრიიდან არიან. პრეს-ტურში მონაწილეობას მიიღებენ მაღალ რეიტინგული ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენელი სულ 7 ადამიანი. დაგეგმილია ტური თბილისში, მესტიასა და უშგულში. მე ელა მქვია, საფრანგეთიდან ვარ. ქართველები შესანიშნავები და ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. საკვები ძალიან გემრიელია. ყველას ვურჩევ, აუცილებლად ჩამოვიდე საქართველოში და ნახოს ეს უამაზესი მთები.
მე ერონი ვარ ინგლისიდან, თუმცა საფრანგეთში ვცხოვრობ. მოგზაურობ მთელ მსოფლიოში და საქართველო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია. გასაოცარი ბუნება გაქვთ, ყველას ვურჩევ ესტუმროს და ეზიაროს აქაურობას. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბადმინტონის მსაჯების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. საქართველოში პირველად ჩატარებული სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მსაჯობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. გადამზადების მეორე ეტაპი კი 28 თებერვლიდან დაიწყება და 1 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების შედეგების საფუძველზე კი მონაწილეებს ეროვნული მსაჯის კომპეტენცია მიენიჭებათ. პროგრამის მიზანია მსაჯების ოფიციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ფედერაციის მიერ ორგანიზებული ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების მაღალ კვალიფიციურ მსაჯობას შეძლებს. საინტერესო ჩატარდა, ძალიან ბევრი მოულოდნელი და საინტერესო კითხვა იყო დასმული და იმედია ყველა წარმატებით ჩააბარებს. ეხლა რაც რეალურად უფრო მაღალ დონეზე ავწევთ პირველ რიგში მსაჯობას, შესაბამისად გვექნება შესაძლებლობა, რომ მომავალში ჩავატაროთ საერთაშორისო ღონისძიებები. მონაწილეობა მივიღეთ საჯთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში. დღეს იყო პირველი დღე. უშუალოდ მეორე ეტაპი გაიმართება თამაშების პროცესში. ეს ტრენინგი დაგვეხმარება ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებაში. ვერის საკალათბურთო დარბაზში როლანდ გელოვანის მემორიალური ტურნირი გოგონებს შორის გაიმართა. ერთმანეთს 16 და 18 წლამდელთა გუნდები შეეჯიბრნენ. დასკვნით ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ისტორიაში გოგონებში კალათში ბურთი პირველად თამარ ზავრადაშვილმა ჩააგდო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტურნირი, იმიტომ რომ როლანდი ძალიან დაფასებული პიროვნება იყო ქალთა კალათბურთის მხრივ. ძალიან ბევრი წვლილი შეიტანა. ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქალთა კალათბურთი უფრო პოპულარული გახდეს საქართველოში და უფრო მეტ ახალგაზრდა პატარა ბავშვს მოუნდეს ვარჯიში და თამაში. მაღალ დონეზე. ყველა ტურნირი, ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია გოგოებისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესედაც ცოტა თამაშები უწევს და ესეც დამატებითი სტიმული არის და დამატებითი ვარჯიში არის მათთვის. რა თან კაი საქმეს აკეთებენ, თან უშუალოდ სულ ყველა იცნობდა ბატონ როლანდს და სულ ყველა დიდი სიამოვნებით ჩაერთენ ამ ტურნირში და მონაწილეობდნენ. რუსთავის სპორტის სასახლეში ცნობილი რუსთაველი კალათბურთელის ქვეყნის სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი გაიხსნა. პირველი მატჩის დაწყებამდე სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში რუსთაველი კალათბურთელის სპორტული კარიერის ამსახველი ვიდეო და ფოტოარქივი იყო წარმოდგენილი. გოგობერიშვილის სახელობის ტურნირი რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 26 თებერვალს დაიხურება. გამარჯვებული გუნდი სპეციალურად რამაზ გოგობერიშვილის მემორიალისთვის შექმნილი გარდამავალი დაჯილდოვდება. რუსთავში სპორტი ქალაქის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ უკვე. ვქმნით დღეს გამარჯვების ახალ ისტორიებს, თუმცა დღევანდელი დღე კარგი მაგალითია იმის, რომ ვაფასებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენს ქალაქს ძალიან დიდი სახელი მოუტანა და დღესაც არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, როგორი უნდა იყოს ძლიერი სპორტსმენი, შეაყვარო ქალაქს თავი და ასახელო არა მარტო ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა. რამაზი სწორედ ესეთი ადამიანი იყო. ძალიან კაია, რომ რამაზ გოგობერიშვილის სახელობის მემორიალი დაარსდა. და დარწმუნებული ვარ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ პოპულარობას და აი დიაპაზონებს შეიძენს. სრულიად დაიმსახურა ეს ამ ადამიანმა. ჩვენთვის ძალიან საამაყო არის, რომ რამაზ გოგობერიშვილის შვილი ვარ. დღეს ძალიან მიჭირს აღდგომა, მაგრამ თანამედროვეულად ძალიან ვამაყობ, რომ ამაზე შვილი ვარ. და უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქ რუსთავის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს ტურნირის ორგანიზებისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესი ზუსტად 9 საათზე. მანამდე კი გაეცანით ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.